თამარს და შემდეგ გავაგრძელებთ. ესე იგი, ქალბატონი თამარი 2017 წლიდან დაარსა კრეატიული განათლების სამხატვრო სტუდია კრეატივი. აგრეთვე ახალგაზრდა და მოზარდი მხატვართა შემოქმედებითი კავშირი, საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მინიჭებული აქვს ხელოვნების დიდოსტატის წოდება. დასახელდა საქართველოს 50 წარმატებულ ადამიანში. მიღებული აქვს ოქროს ვარსკვლავი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დასახელდა ლიდერ და ინოვატორ ადამიანად. მინიჭებული აქვს ევროპის უმაღლესი ჯილდო ლეონარდო და ვინჩის გრან-პრი. მისი ნამუშევრები სულია მსოფლიოს ორენოვან კატალოგში. დასახელდა 10 წარმატებულ ქართველ ხელოვან ქალში და გახდა ოქროს ფუნჯის მფლობელი. მიღებული აქვს საპატიო ხელოვნების წოდება. პროექტ 30 ქვეყანაში 30 გამოფენა საქართველოსთან თანამედროვე ქართველ მხატვრებში არაბეთის რესპუბლიკისგან დიპლომი, იტალიის, საფრანგეთის, პრაღა ჩეხეთის, გერმანიის საპატიო დიპლომები, ანტიკორუფციული პალატის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით თამარ ფეიქრიშვილი საპატიო მედალოსანი დიპლომით დაჯილდოვდა. იტალიის საელჩოსგან რომის საერთაშორისო ვარსკვლავი თანამედროვე ქართველი ხელოვნების გამოფენა ვერნისაჟში მიღებული აქვს საერთაშორისო დიპლომი. გაიცანი პედაგოგი მხატვრები და მე მინდა საქართველო ვიცნობდეს პროექტის ფარგლებში მიღებული ჯილდო ღირსეული პედაგოგიური საქმიანობისთვის. ჩვენი წარმატებული ქალბატონი თამარი. შემდგომ გავაგრძელებთ ქალბატონი თამარს. წავედით საზოგადოება საოცრად არ დაიშალოს ორი სიტყვა და მიმართეთ ჩვენს ახალგაზრდებს და მომავალთაობას თქვენი წარმატების გზა. ეს ინტერესი აღმოჩნდა. დაამთავრა იაკო ნიკოლაძის სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ასპირანტურა, ასისტენტურა. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ასოცირებულ პროფესორად, რუსთავის მერის მრჩეველი და კოორდინატორი კულტურის ქანდაკების დარგში, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, უზბეკეთის მხატვართა კავშირის წევრი, გამას წევრი, საერთაშორისო მოქანდაკეთა სიმპოზიუმების ალიანსის წარმომადგენელი საქართველოში, მრავალი საერთაშორისო მოქანდაკეთა სიმპოზიუმების ორგანიზატორი და მონაწილე, რამდენიმე რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, 20-ზე მეტ საერთაშორისო ქვეყანაში 100-ზე მეტი მონუმენტური ქანდაკების ავტორი ბატონი ვალერი ჯიქია. ეს თუ იმას ნიშნავს, რომ წარმატებული რაღაც მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ სიყვარულით, პასუხისმგებლობით და ვითვალისწინებ ყველაფერს. მაგალითად, ჩემი წინამორბედები რას აკეთებდნენ, ვსაუბრობდი იმათ და ძალიან ვიპატევსემ ჩემი წინამორბედების შემოქმედებას და მე ვთვლი და მაგ მიზანი, რომ იმათ აშენებულ კიბეებზე კიდე ერთი კიბე, რომელსაც ექვეყება ვალერი ჯიქია რაღაცა ესეთი გავაკეთო, რომ მე თქვა, რომ ეს ვალერის ხარდა მაგალითად ჩემი კოლეგები მეუბნებიან ცხოვრეთში, რომ რაც არ უნდა გავაკეთო, ახალი რაც არ გავეცადო, შენი ხელწერა გაქვს და ამით მე ძალიან ბედნიერი ვარ. და ყველას უსურვებ, ახალგაზრდებს უსურვებ, თავისი ხელწერა გქონდეთ ხელოვნებაში, ძალიან რთულია. ამისთვის სწავლა საჭირო, ძალიან ბევრი სწავლა. როგორც მაიამ თამარიკომ თქვა, მართლა ძალიან ძნელი გზა ჩვენ თაობას მაგალითად გამოვლილი გვაქვს 90-იანები და მაგ პერიოდში მე ვთვლი, ჩემ წარმატებას ვთვლი იმაში, რომ მე არ დავანებეთ იმ პერიოდში მხატვრობას. და თავიდან ბოლომდე ბევრ ექსპერიმენტებს ვაკეთებდი, მე აკადემიაში პედაგოგობისთვის იმდენი ექსპერიმენტები გავაკეთე, რომ გამომადგა სამხატვრო სკოლაში, სასწავლებლებშიც და აკადემიაშიც. და თელი წარმატება ის არის ჩემი, რომ ჩემი ორი მოსწავლე საერთაშორისო სიმპოზიუმებზე იღებენ მონაწილეობას და ძალიან წარმატებულად ჩემი ქანდაკების ქვის მხრივ, თორემ მე ისე ვიმუშაობ, როგორც გრაფიკაში ვიმუშაობ, ბრინჯაო, ხე, ქვა, ეს არის ჩემი პროფესია და ამ პროფესიას ვიმსახურები. რაც შეეხება თქვა პასუხისმგებლობას, მე მამაჩემის სიტყვა მახსენდება, რუსეთში ვიყავი და ვაკეთებდი 22 მეტრიან ქანდაკებას. და მინდოდა რომ მამაჩემის დაბადების დღეზე ჩამოსულიყავი. და მიმელოცა ტელეფონზე დაურეკე მამაჩემს და ვეუბნები, მამა მე ხარ ჩამოვდივარ. ან მამაჩემ მთლე ესეთი რამ.
თავარიაო შენ ისე გააკეთე ქანდაკება რომ სულთან ენა არავინ დაისვენოს ამიტომ პატრიოტიზმად ემსახურე შენ საქმეს ეს ჩემთვის мотивациაც არის და თელი აზრი თუ რაღაცა პატარა გამიჭირდა სულ ფიქრობ ამ ამაჩემის დამოკიდებულებას და სულ ფიქრობ რომ ქანდაკებას თუ რასაც არ უნდა ვაკეთებდე ბოლომდე ამოვწურო ჩემი თავი მაგრამ აქ არის კიდე რაღაცა მომენტი თავის ამოწურვასთან რა დროს შეჭერდა კიდე სხვა კულტურა ასე რომ ძალიან ბევრი შეიძლება ველაპარაკო ხლა მხატვრობის შესახებ და ბავშვის მინდა წარმატება უსურვო და რასაც თამრიკო ცდილობს თქვენთვის რომ რაღაც პრიზები ეს ისეთი რაღაცა თამრიკო აკეთებს ამას თქვენთვის мотивациას გიქმნით ეგ იგივე мотивация რაც მამაჩემმა ეს სიტყვა მითხრა და გაუგრძელეთ თამრიკოს და მიხედეთ მხატვრობას გისურვებ წარმატებას ყველას დეტალებში ღრმად ცდომით გააკეთებს ახალგაზრდა და ძიებების გზით გააკეთებს არა არ უნდა ზედაპირული ესე იგი ძებნა იმის რომ მე ეს მანერა მინდა ამის მანერა მინდა არ არსებობს ეს იგი ამის ზედაპირულად ძიება და ამის სპეციალურად ესე იგი მოზიდვა და მოჭირვა ეს ფაქტიურად არის ფორმალიზმი ამიტომაც ძიებები უნდა იყოს გულწრფელი მართალი და უბრალო